ამდენად როგორ ანგარიშობს ქართული ამბანი ნაკიან წელიწადს. უპირველეს ყოვლისა ავიღოთ ასონიშანი დონი. ასონიშანი დონი 4 გზის რიცხვით მისი დონის რიცხვითი მნიშვნელობა 2 გზის 4 წელიწადია. დონი ასონიშანი მეოთხე ადგილზე ზის. ძველ ბაბილონურ სამყაროში მნათობთა თანამიმდევრობით მზე დონი მზის აღნიშნული ასონიშანია. მეოთხე ცაზე მზე ღმერთი ზის და ამდენად ასტრონომიულად თუ ასტროლოგიურად უფრო სწორი იქნება ითქვას რომ მზე ანგარიშობს 4 წლიან ციკლს. ერთგზის ანგარიშობს ნაკიან 4 წლეულს და მეორე გზის უნაკო 4 წლეულს. აი ეს რომ ასია ამას ცხადყოფს აგრეთვე დონის სახელდება. რატომ ჰქვია? საქმე ის არის ეს პრობლემა ყოველ ასონიშანს თავისი სახელი აქვს და ამ სახელს თავისი მნიშვნელობა აქვს. ავიღოთ დონის სახელწოდება დონ. д ბგერის რიცხვითი მნიშვნელობა არის 4. ო ასონიშნის რიცხვითი მნიშვნელობა არის 70 და ნარის რიცხვითი მნიშვნელობა არის 50. ამდენად ვღებულობთ 124 წლიან ჟამეულს. საქმე ის არის რომ ესე იგი ქართული დონი ვიცხადებს როგორც 4 წლიან ჟამეულს, როდესაც ერთი წელიწადი, კერძოდ მესამე წელიწადი ნაკიანი იანგარიშება და ერთი 4 წლეული უნაკო. ესე იგი 4 წლეული ხან ნაკიან წელიწადს აღნიშნავს, ხან უნაკო წელიწადს აღნიშნავს. ამას აცხადებს წილიასო ნიშანი. აი წილიასო ნიშანი სწორედ 31 ასონიშანია. რატომ? რაგი ყოველი თვე 30 კალენდარული დღეა და 12 ჯერ 30 360 კალენდარულ დღეღამეს ანგარიშობს. დარჩენილი 5 ასონიშანი ემატება ამ 360 ღებულობ 365, მაგრამ აი ერთხელ 30 დღეღამის ნაცვლად წილი ანგარიშობს 31 კალენდარულ დღეს. ამდენად აი ეს ფორმულა, ლასის ფორმულა, ანუ თევზის ღვთაების ფორმულა 12 ჯერ 30 უდრის 360 ემატება ქართული ამბანის დარჩენილი 5 ასონიშანი, მაგრამ რა კი ქართულ ამბანში 36 ასონიშანი მაშინ არ იყო, ამიტომ მე ნაკიან წელიწადში უნდა დაემატოს არა 5, არამედ 6 დღე და ამის მითითება კერძოდ წილი ასონიშანში. წილი ასონიშანი თუ ერთეულებში გადავიყვანეთ, ღებულობ ფორმულას 3 + 1 უდრის 4. 3 + 1 უდრის 4. 1000 ვითარცა 1. ამას ეს ერთეულებში გადაყვანა საერთოდ მიღებული იყო ძველ ცივილიზებულ სამყაროში. ამას გვეუბნება ჩვენ ქებაი და დიდებაი ქართული ენისა 342 წლის თარიღიანი ქართული თხზულება, სადაც ნათქვამია, რომ 4000, ესე იგი იგივე 4000 ვითარცა 1. გვეუბნება ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა. ესე იგი წილის ფორმულა ასეც შეიძლება გავიგოთ 4 წლეულის
იყოფა ორ ნაწილად 3 + 1 უდრის 4-ს. ანუ 4 წლეულში 3 ეს არის მესამე წელიწადს იანგარიშებოდა ნაკიანი წელიწადი, მესამე წელიწადს და მეოთხე წელიწადს ისევ უნაკო იყო. ესე იგი ასეთ თანამიმდევრობას ვღებულობთ 4 წლეულში 365, 365, 3 366 და ისევ 365. ეს არის განსხვავება, რომელიც იულიანურ რომაულ კალენდარსა და ქართულ კალენდარს, რომაული და გრიგორიანული კალენდარი ნაკიან წელიწადს ყოველ მეოთხე წელიწადს ანგარიშობს. ესე იგი 365 წელიწადის ნაცვლად 366 წელიწადს. ძველი ქართული კალენდარით კი უძრავი ქართული მზის უძრავი წელიწადით ნაკიანი წელიწადი იანგარიშება ყოველი 4 წლეულის არა მეოთხე, არამედ მესამე წელიწადს.